მოდით ფასო მეგობრებო და მსვენელებო, დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერეზის ვიდეო, რომელიც სტუმრად არის ემილიო ორტიზანის შოუზე. აგრეთვე ისმაილ პერესთან ერთად სარა ბრესკმანიც სტუმრობს. მე ახავე მათ თქვენ გაჩვენებთ. ეს არის მიხაილ პერესი და ეს არის სარა ბრესკმანი. ორივე სტუმრობენ ემილიო ორტიზას შოუს. და თემა ესენი საუბრობენ ყველა თემაზე. ცოტათად თუ როგორ იყო სამყარო დაღუპვის პირას და როგორ შეიცვალა ხალხის უმრავლესობა დროის ხაზი სრული გახსნის წინ. მას დავიწყოთ. ისმაილ პერესი ამბობს, რომ მარტის თვიდან ყოველდღე იღვიძებს 200 ადამიანი. და თუ მარტიდან, ანუ 25 წლის მარტიდან, ესე იგი, ასე გაგრძელდაო, ჩვენ კრიტიკულ მასას მივახცებთო ძალიან მალე. და შეიძლებაო ეს კრიტიკული მომენტი დადგესო წლის ბოლოსთვის, რაც დამთხევა არ იქნებაო. ანუ საერთო ნებისმიერი ვინც სტუმრობს დაუშვათ რაღაც შოუს, სანამ ინტერვიუ დაიწყება, ამ ინტერვიუებიდან რაღაც ეპიზოდური ნაწყვეტებს აჩვენებენ და მეც ეს ნაწყვეტი წარმოგიდგენთ თქვენ, სადაც ისმაილ პერესი საუბრობდა. მაგრამ ჯერ სინამდვილეში ვიდეო არც კი დაწყებულა. ეს არის შოუს წამყვანი. და პირველი შეკითხვა, რასაც უსვამს ეს პიროვნება, შოუს წამყვანი ემილიო ორტიზანი, ერთი წუთით რა ქვია ამ შოუს კითხვა, მაგრამ ახლა ვნახავ. უკაცრავად ეს არა აქვს. კარგი, რა მნიშვნელობაა? ისე ინგლისურად მე თუ ახლა შეცდომით არ წავიკითხე, გეტყვით, გიგანახებთ. აუა უნივერსე ნირლი. ხო, მე ამასაც ჩავამატებ იმის ქვეშ. ვიდეოს ქვეშ. მას? ხო, და წამყვანი ეკითხება ორივეს, თუ ყველაზე მეტათო რა საკითხვა დაგაინტერესათო ამ ვიდეოში. ანუ თქვენ ეხლა ყველაზე მეტად რა განერვეულებთო, რა გახელვებთო უпростоრად იმისგან, რაც ხდებაო დღეს კოლექტიურ მასშტაბში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ პირად ცხოვრებაში. და სარაო, მოდითო თქვენგან დავიწყოთო. სარა პასუხობს, რადგან ყველა მხრიდან ხდებაო ასე ვთქვათ, ჩვენი რეალური უნარებებზე ვაბადიეთ, ხდებაო ჩვენი რეალური უნარების გახსნა და ყველაფერზე, რაც ჩვენგან იყო დამალული, ეს ყველაფერი იმჟღავდებაო, და ეს ყველაფერი ყველა მხრიდან მოდისო. და ეს შეიძლებაო ნახო ტელეპათიური ჩანაწერებით, ან ადამიანები უბრალოდ დაინტერესებულები არიანო. ისინი ისე დიდხანს აცნობიერებდნენო სიმართლეს იმაზე, თუ სინამდვილეში ჩვენ ვივართო, რისით ვართო აქ და რით ვართ დაკავებული, ეს ყველაფერი იყო დამალული
და ძალიან ამახელობელია, როდესაც ჩვენ ვაბიჯებთ ფეხს ეპოქაში, როდესაც ეს ხდება ყველაფერი ჩვენ თვალწინ. ჩვენ გაგვიჩნდა უცდომა ყველა ამ ინფორმაციის მიმართ, წმინდა სწავლებების მიმართაც კი, ძველ არტეფაქტების მიმართაც, რომელზეც ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდაო, მე აღფრთოვანებულიაო ამის გამო, ეს ისე ამახელებელიაო. ახლა კი ისმაილი პასუხობს, ხო, მე მიდაო სარას აზრი განავითარო, რომელიც მან ახლა გამოხატაო, მე მინდა ვთქვაო, რომ ჩვენ ცხოვრობთ მშვენიერ დროს, საქმე იმაშიაო, რომ ჩვენ დგავართო სრულიად ახალი ეპოქის ღრუბლზე და მას გრძნობთო გემოსეც კი და რამდენად რეალური ხდება ეს ბევრი ადამიანებისთვის სინამდვილეში, ბევრი მათგანი მიმართავს თავიანთ ღვთაებრივ ბუნებას და ამაშია აზრი, რა მხდის მე ბედნიერს. მე მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ხალხი მთელი პლანეტის მასშტაბით იღვიძებენ როგორც პოპკორნი ტაფაზე. გალაქტიკა იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც არა, გალაქტიკები, აგრეთვე ისმაილპრესი და ბევრი სხვა უწოდეს კაცობრიობას გალაქტიკები. ხო, ის გალაქტიკა არა, გალაქტიკა პირდაპირ გაგებით. იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც იძლევა საშუალებას გამოსომო სიჩქარე გიპნოზიდან ადამიანების გამოსვლის სიჩქარე. იმიტომ რომ რაღაც ხარისხში პროგრამირების გამო ყველა ჩვენ ვიმყოფებით გონების კონტროლის ქვეშ და თურმე მარტიდან, ანუ 25 წლის მარტიდანო, აი თავში რომ გითხარით, ყოველ წუთს იღვიძებს 200 ადამიანი და თუ ასე გაგრძელდაო, ჩვენ მივახცევთო კრიტიკულ დონეს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ახლო მომავალში. და ეს ემთხვევაო ინფორმაციის გახსნას. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლიათო ვისაუბრობთო ძველ მეტაფიზიკურ სულიერ ცოდნებზე და არ დავუკავშიროთო ეს ყველაფერი მათ სივრცეთა საშორისო გალაქტიკური მოვლენების შორის და აგრეთვე განვითარებული ფიზიკის და ამ მოვლენებს შორის. ყველაფერი ეს ურთიერთ დაკავშირებულია, პოლიტიკაც კი არის ამ ურთიერთ დაკავშირებული ურთიერთობისა. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკოსი, ყველა განთქმული ცნობილი ლიდერი თავისი ისტორიის განმავლობაში მოქმედებდა უცხოპლანეტელების კარნახის ქვეშ, რომლებიც სინამდვილეში კულისებიდან მართავდნენ ძაფებით. როგორც თოჯინებს ბურატინოში, ხომ იცით, თოჯინებს მართავდა ბაწრებით, დამოიწყა იმ კაცის სახელი. ჭორებიანი კაცი იყო იქ მირ ერთ-ერთი. ის მართავდა თოჯინებს ბაწრებით, მარიონეტივით. ასე იმართებოდა კაცობრიობა ნეგატიური უცხოპლანეტელების ძაფებით მართავდნენ ნეგატიური უცხოპლანეტელები კაცობრიობას. ხო, რაღაც ჯგუფი, ყველა არა. ბევრი მათ უწოდეს ანუნაკას და მათი დრო სრულდება, ამიტომ ჩვენ, რასაც დღეს ვხედავთ, ხდება ის. და მაგალითად, ეს 25 წელია, ეს ხო 25 მოიცადეთ, არა, ესა 26 წლის ჩანაწერი. ხო, 26 წლის ჩანაწერი და ისმაილპარესმა ახსენა კონფლიქტი ირანში და
ომი ეს კონფლიქტი ირანშიო მოხდაო იმისთვის რომ კონტროლის ქვეშ აგვეყვანაო 12-ვე ეს 12-ია ზედაპირზე, მაგრამ ირანში რომ არის კარიბჭე, ეს არის ნომრით მეათე. და მე აგრეთვე მიხარიაო, რომ 48 საათის განმავლობაში ყველა პირამიდებიო, რომლებიც არსებობინო დედამიწაზე, მე არ საუბრობ, ხოლო თავარ პირამიდებზე ამბობს ისმაილ პერესი, მე საუბრობ თუ კი რაც არსებობსო პირამიდები დედამიწაზე, ეგვიპტე, ჩინეთი, მეხიკო, მე საუბრობ გულისხმობ იმ პირამიდებს, რომლებიც არისო დამალული ჯუნგლებში, მთების ქვეშ, ოკეანებში და ეს ხსნისო თუ რატომ გაქვთ ურდაო ცეცხლოვანი რგოლი, სუპერ ვულკანები. იცით რაო, ეს ყველაფერი ხდებაო, იმიტომ რომ ჩვენ ვახვალდებითო ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ მასას. ამიტომ ძალიან ამაღელვებელიაო გაცნობიერო, რომ ეს ყველაფერი ხდებაო ამჟამად. მე პირადად ეს იმიტომ მიხარიაო, რომ როგორც იქნაო მე გამოვაქვეყნებო ჩემ ორ წიგნს, რომელსაც მე მუშაობდიო ბოლოს 3 წლის განმავლობაში. სინამდვილეში აქამდე 2 წიგნი აქვს კიდე გამოქვეყნებული ისმაილ პერეს. ესე იგი 4 წიგნი გამოდის და ამ ახალ წიგნზე ამბობს მაგ ერთ-ერთი 2 წიგნი ახლა ბოლო დროს 3 წლის განმავლობაში დაწერა და ერთ-ერთი წიგნს ეწოდება კოსმოსური ბედი და რომელიც წარმოადგენს ცდილობას ახსნას თუ რომ უცხო პლანეტელები თუ კი არა, რომ ეს უცხო პლანეტელები არიან ჩვენი მომავალი ვერსიები და იმდენად არის ურთიერთდაკავშირებული სამყარო სხვადასხვა გონების დონეები, რომლებიც არსებობენ სხვადასხვა განზომილებებში, ერთი არსების სხვადასხვა ვერსიები და ის თუ რითაც ვართო ჩვენ აქ დაკავებულები, ჩვენ გვესმისო, რომ სინამდვილეში ჩვენ ურთიერთობთო უცხო პლანეტელებთან კი არა, არამედ საკუთარი თავების ვერსიებთან მომავლიდან. ამ წიგნში ახალ წიგნს გულისხმობთ უცხო კოსმოსური ბედი და როგორც გითხარით, ამ წიგნის სახელწოდება არის კოსმოსური ბედი და ამ წიგნში ისმაილ პერესი ყვება იმაზე, რომ ეს უცხო პლანეტელები ვართ სინამდვილეში ჩვენ მომავლიდან და ჩვენ შორის და მათ შორის არანაირი განსხვავება არაა და ამავე დროს მე ავხსნერ მთელ კოსმოსურ ისტორიასო დაწყებული 998 მილიარდი წლის უკან ხსნიო, როგორ შეიქმნა 12 სამყარო, როგორც რეალობის სიღრმისეულ დონეზე, სადაც მიდიოდა ომი და რასაც ჩვენ უწოდებთო არაორგანულ სინთეტიკურ ინტელექტს, რასაც ჩვენ უწოდებთ ომს, არა ორგანულ სინთეტიკურ ინტელექტს შორის და ორგანულ ცნობიერებას შორის. მე ძალიან მიხარიო, მე ძალიან მახარებსო, იმიტომ რომ ამ წიგნში იქნებაო ძალიან ბევრი ფარული ცოდნები გასაჯაროვებული, ბევრი კოსმოსური ფარული ინფორმაცია, ბევრი galактიკური ინფორმაცია, ამავე დროს ბევრი რაღაც ინფორმაცია გახდება თქვენთვის სურპრიზი, მაგრამ მე მალევე ძალიან მალე გამოვაქვეყნებ წიგნს, რომელშიც მე ყვები ჩემ ცხოვრებაზეო, ეს ჟღერსო ბანალურად, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ხალხის რაღაც უდი არც ისე დიდმა ჯგუფმა ჩათვალაო, რომ მე გამოვჩდიო არსაიდან და მხოლოდ ბოლო 4 წელი ვარო ყველგან, მე მინდა უთქვაო, რომ მაგათმა გაიგონო, რომ სინამდვილეში მე მაქვსო წარსული, რომელიც დაიწყო ბავშვობიდან და თქვენ იცითო მე რა სიზნელების გადატანა მომიწიაო და გამოცდილების გადატანა, ისა გამოცდილება არა, გამოცდილების გადატანა მომიწიაო იმისიც, რომ მოვსულიყავი აქამდე, როგორიც მე ახლა ვარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი შეძლებსო
გამოიხმაუროს ჩემ ტრამირებულ მოვლენებსო, რომელიც მე დამემართავ ბავშვობაში და ყმაწვილობაშიო, მე არ ვეწერებოდი საზოგადოებას, მე არ ვყავდაო მეგობრები, მე ყოველთვის ვიყავიო იზოლირებული, იმიტომ რომ ვიყავიო უცნაური. ახლა კი მე მესმისო, რომ ახალი ნორმა ეს ისინი არიან, ვინც გამოიხვიძაო და მე აღფრთოვანებული ვარო ამ ორი ჩემი ტიგნისგანო, რადგან მე რომლესაც მე ახლა ვამზადებო გამოსაქვეყნებლად და მე უფრო აღფრთოვანებული ვარო, რომ ხედავო როგორი უდიდესი გამოღვიძება ხდებაო და კვლავ ჩაერთო წამყვანი და ამბობს რომ იმაშიო რაც თქვაო ისმაილმა დენაო ფარული აზრი და მე მინდა ახლა სიტყვა გადავდეო სარას, რადგან უცხოპლანეტელებს აქვსო ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას განსაზღვროსო თუ რამდენი ადამიანი გამოდისო გიპნოზიდან. ეს არის სიტყვების თამაში, რადგან სარას შეყავს ხალხი გიპნოზში, რომელიც აძლევს მათ საშუალებას გაიხსენოთ მეტი. ასე რომ მე ნახიო საინტერესო პარადოქსი, მაგრამ სარა მე მიდოეო თქვენთვის მეკითხაო ისო რაც ისმაილმა ელაპარაკაო წლების განმავლობაში, თქვენ ორივე მონაწილეობდითო პანელურ დისკუსიებზე და ძალიან ბევრს ურთიერთობდითო ერთმანეთთან და ბევრი რამე ემთხვევაო ერთმანეთს, რადგან იმაში რასაც თქვენ გრძნობთო იმასთან დაკავშირებით, თუ საით მოძრაობსო კაცობრიობა ამ უდიდესი გამოღვიძების პროცესში და თქვენი მოსვენა ძალიან საინტერესოაო, რადგან ყველაფერი იმისგან, რასაც თქვენ ამბობთო, ან გითქვიათო, მე მესმისო კლიენტებისგან, ჩემი კლიენტებისგან გიპნოზის ქვეშ. ხო, მეც ვარ დაკავებული გიპნოზით, თურმე ეს წამყვანი ყოფილა გიპნოზისტი. მეც ვეხმარებიო ადამიანებსო გაიხსენონ თავიანთი საკუთარი თავები. ისინი იკვლევებონ თავიანთ, იკვლევებონ რასაც ვამბობ, ისინი იკვლევენ თავიანთი სიღრმისეულ ქვეცნობიერებას და მთელი ინფორმაცია გამოდის მათგან, მაგრამ მე და სარა ამბობს, რომ ხო, მეო გიპნოზით ვარ დაკავებული, მე ვეხმარებიო, სარა ამბობს ამას, მე ვეხმარებიო ადამიანებს, მაგრამ არა რაღაც პროგრამების მეშვეობით, არა, ჩემი საკუთარი კვლევებიდან გამომდინარე. ისინი იკვლევენ თავიანთ სიღრმისეულ ქვეცნობიერებას და მთელი ინფორმაცია მოდის მათგან. მე ვიფიქრეო, რა არისო ყველაზე საინტერესო ის, რომ ჩვენ ამდენხანს ვიყავითო კონტროლის ქვეშ და კი არსებობსო ტექნოლოგია, რომელიც ზომავსო ჩვენ გამოღვიძებას და სინამდვილეში არსებობსო ტექნოლოგია, რომლის დახმარებით მთავრობა ან ნეგატიური ჯგუფები განსაზღვრავენ თუ ხალხი როდის იღვიძებსო. შემდეგ ჩვენ თვალს გვითოთვალებენო და რაღაც დრო, როდესაც მე მიმყავდაო გიპნოზის რაღაც ტიპი ან სეანსი განსაზღვრული სუბიექტებთან, გიპნოზი განსაზღვრული დნმ-ის ტიპებთან, ან როდესაც მათ ეთებოდათ ტვინი, ჩვენი ინტერნეტი იჭედებოდაო და მე მივხვდიო, რომ ამას ეს ყველაფერი უნდა დასრულდესო და მე ვთქვი არაო, თქვენ უნდა მისცეთო სიგნალი თქვენი პირადული ანგარიშიდან გამომდინარე და გამოკვლევის სილობაშიო ჩვენო გავიგეთო, რომ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც თვალყურს გვადენებსო და აღებსო საჭირო განსაზღვრულ არხებს ჩვენ ცნობიერებაში და როდესაც ისინი ამას აკეთებენ რაღაც ტექნოლოგიების დახმარებით, ესო დასაკვირველიო არ იმალებაო, მაგრამ ახლაო ხდებაო ისეთი რაღაცა, რომ კონტროლორები, ვინც ჩვენ გვაკონტროლებენო, კარგავენ თავის კონტროლს და ხდება უდიდესი მასიური გამოღვიძება. მაგრამ ის, რასაც საუბრობდა ისმაილი, აგრეთვე მე ვაცნობიერებ, რომ ჭეშმარიტება დევს იმაში, რომ
როდესაც მე ჩემი კლიენტები სეანსის დახმარებით ესე იგი ვეხმარები მეხსიერების დაბრუნებაში, ისინი თვითონ ხედავენ რა ხდება სხვა მხრიდან ისინი არიან შოკირებული, რადგან ხედავენ სიმართლეს და რომ ეს ყველაფერი მათ ეკუთვნით. ამდაგვარად ყველაფერი არის ანალეგრი. ჩვენ ვართ ერთიანი ცნობიერების ბურთი. ამიტომ ეს ერთობის კანონი ამ ერთობის კანონმა მიიღო გამოხმაურება რამდენიმე ადამიანის გულში. როდესაც თქვენ უყურებთ ამ ერთობის კანონს, ამ ერთიანი მასალის ერთობის კანონს, გესმით რომ ხო მართლა რაც ეხება ამ ერთობის კანონს, მე დავიწყე მაგის დაწერა, გადათარგმნა 4 თუ 5 დავდე ერთობის კანონის ვიდეო და მე უცებ გადავედი ბლავატსკაიაზე. იმიტომ რომ არც ბლავატსკაიას ნაწარმოების დაინტერესებულია ბევრი, მაგრამ მე ხა ბლავატსკაიას წინს რომ დავანთავრებ, ბლავატსკაიას წინს პირველ ტომს ყველას არა, იქ იმდენი ტომია, რომ დამჭირდება, მაგრამ ახლა მე რომ პირველ ტომს დავამთავრებ, უბრალოდ რაც გადმოვედი, ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ დამეწყო გამეგრძელება უფრო სწორად. მე რაც დავდე საივნილო დოქტრინა, ეს ყველა მე მქონდა ტელეფონში ატვირთული. ხო, იქ ბრძოლბინაში გადათარგმნილი მქონდა ატვირთული. ხო და აქ ახლა დამჭა მეცხრე თავი ასატვირთი ახანდელი თავის ქვეთავისა, ასე ვთქვათ. ხო და გაყოფილებებისა. ხო, მეცხრე გაყოფილებაზე ვდგავარ. 9 отдел და მაგას რომ დავამთავრებ, ახლა იქ ფურცელზე მიწერე ესენი მე გადათარგმნილები. ხო, აი ეს მეცხრე გაყოფილება, ამ მეცხრე გაყოფილებას ავტვირთავ. ხო, ავტვირთავ არა, ჯერ დავწერო უნდა ტელეფონში, მე შემდეგ ტელეფონიდან ავტვირთავ და დავდებ, მაგრამ ჯერ ატვირთული არ მაქვს. და კი, ვაპირებ, ახლა კომისიასაც ველოდები სოციალურიდან გადასამემართებელ როგორ მებნევა ხანდახან ალბათ გვტებით ციცილით. გადამისამართებაზე დავწერე და სამამდე უნდა მოვიდეს კომისია, ერთი თვე თავდება უკვე. ხო და ისე ძველი ქულა მაქვს, იგივე 1000, რაც ხონდა პირველ ჯერზე. ხო, ესე ჯერად ის დაწერე, ჯერად კი დავწერე, კი, შეიძლება დაწერე, იმიტომ რომ ჯერ ფიქსირდება ძველი ქულა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, შენ სათხარ, თავადია ხარ დაფიქსირებული და სათხარ დაფიქსირებული მნიშვნელობა არა და როგორ გამიხარდა რომ დავწერე ერთჯერად დახმარება და ველოდები ნეტა მომცემდნენ. ხო და ახლა კომისიის მოლოდინშიც ვარ და ფაქტიურად 2 საათის მერე 3 საათის მერე ვარიდებ წასვლას სადმე რომ თავზე არ დამაგნიან. ისე პირველადაც მეორედაც პირველად რომ გავაკეთე სოციალური მერე ხელისმოწერად მოვიდნენ, შემდეგ მეორედ ახლა შემოწმებაზე რომ მოვიდნენ ივნისში 4 ივნის ის კიდევ ადრე მოვიდა 7 საათისთვის და პირველად ის ხალი მოვიდა 10:30-ზე. გამოგიდგენია ღამით, მაგრამ მე სად ვიყავი გამქცევი. მე სულ აქ ვარ. სულ სატავალ ზუგდიდიდან სად უნდა წავიდე. სულათაც არ მიდივარ არავისთან, ჯერ ერთი მგზავრობა დიდხანს დაშლომა მიჭერს ავტობუსში და მე კიდევ სხვა პრობლემებიც მაქვს და მე ხარ სხვა სახლში. ყოფილას მე ჩვენ კიდევ აქ ვიყო. ხო, და ჩვენო ყოფთო ჩვენ საკუთარ თავებს ნაწილებად, რომ გავიცნოთ ჩვენი საკუთარი თავი უკეთ. ხო, და ამდაგვარად ყველაფერი რაც ხდება ჩვენ შიგნით ირეკლება ჩვენშივე. ასევე ის რასაც საუბრობდა ისმაელი ისევე ხდებაო და
მე აღელვებული ვარ, რადგან რომ ჩვენ ამ თემაზე საუბრობთო. პირამიდები კი იღუძებენო, მე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამის შესახებ, რადგან მე ბევრი ისმენია ამის შესახებ აქამდე. პირამიდები ეს არის სტრუქტურები ჩვენ შიქაც არის რაღაც პირამიდების მაგვარი და ჩვენი ისინიც იღუძებენ. და როგორც ამბობდა მაპატიეთ დამივარდა ტელეფონი ახლა ფრთხილად უნდა ავიღო, რომ არ დაუჭირო შემთხვევით ეკრანზე არ შემეხო, რომ არ გაითიშოს, თორემ მომიწევს თავიდან ჩაწერა. ჯერ ნახევარიც არ მაქვს ჩაწერილი. სრიალებს კამზე მიდენა და სრიალებს. კიდევ კარგი და ჩვენ როგორც ამბობს ისმაელი, გველოდება უდიდესი აქტივაცია, უდიდესი გამოღვიძება, ჩვენ დავიწყებთ ხედვას წვრილი დონისი და ჩვენ ემპატები ვემზადებით ამისთვის და ყველაფერი, ყველა ჩვენ, ვინც ახლა დადის ამ პლანეტაზე, ჩვენზე კი არის შეთხზული წინასწარმეტყველება და ჩვენ ვართ წინასწარმეტყველება. ჩვენ აქ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აზრების ავანგარდი, ჩვენი წინაპრები და galaktikuri კურატორები ამბობენ, გააკეთე თუ შეგიძლია. შენ გავს ხარდაჭერა და შენიც რომ სამუშაო, რომელსაც შენ ასრულებ შენ თავზე, კურნავს ძალიან ბევრ დროის ხაზებს, იმიტომ რომ ამას ყველაფერს აკეთებთ თქვენ. აი რასაც მე თქვენ გეუბნებით. სულ ამას მე არ ვიხლები ამის შეხსენებით, იმიტომ რომ ამას მე ხო ვუსმენ ბევრ ვიდეოებსაც, რომლის გადათარგმნა არ ღელს, რადგან ყველაფერს მე ვერ გადავთარგმნი. იმდენი ინფორმაცია მოდის, იმდენი ბევრი ინფორმაცია მოდის, სხვა ისინიც არიან კონტაქტორები, მაგრამ მე რომ თქვენ ტვინი არ აგირიოთ, მე თავს ვარიდებ ყველა ვიდეოების ზედიზედ თარგმნას, მე მაინც ამდენს ვერ მოვასწრებ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბევრი კონტაქტორი ყვება ერთგივე ინფორმაცია სხვადასხვაგვარად, სხვადასხვანაირად და მე უფრო ისეთ ვიდეოებს და ისეთ ახალ ამბებს ყვები თქვენთან, რომლებიც ითქმება დალაგებულად, გასაგებად და მათთან ნათქვამში დედა გასაგები აზრი. ხო, შეიძლება ახლა მე მოვსმინო რაღაც ვიდეოს, ხო, რაღაცა შეიძლება რაღაცები იმ კონტაქტორმა თქვას, რაღაც კარგი, მაგრამ ზოგი კონტაქტორი იმართება, ახლა ერთხელ ასეთ რაღაცა ვთქვი და ერთმა სენელმა მომწერა, ხო, ესე იგი მეც ხო არ ვიმართები თითქოს ბნელი ძალებით. არა, მე ბნელი ძალებით ნახდათ არ ვიმართები, იმიტომ რომ მე სანამ მე თქვენ თუ მისმენთ, მე ნაკლებად რომ უცნობი ადამიანების ვიდეოები გადავთარგმნო და მე სანამ უცხო ადამიანის ვიდეოს გადავთარგმნი, მე მას უსმენ, იმიტომ რომ გავერკვე თვითონ და რომ რაღაც არასწორი ინფორმაცია ან განსხვავებული, ძალიან განსხვავებული ინფორმაცია თქვენ არ მოგაწოდოთ, რამაც თქვენ შეიძლება დაგაბნიოთ, ხომ? იმიტომ რომ ხდება, რომ ბევრი სხვადასხვაგვარად გადმოგცემთ ამ ინფორმაციებს და ყველა ინფორმაცია არ მოქმედებს ერთნაირად. რაც რეზონანსში ჩვენთან შემოდის, აი და მე გული მკარნახობს, იმას გაძლევთ მე თქვენ თუ ახლა შეიძლება ახლა მაქვს შენახული მე 1-2 მოთხრობა არა მაგი ისტორია, ხო, თავს ვიკავებ, იმიტომ კი არა რომ ვინ არ გამიბრასდეს, მე ორივე ისტორია მომწონს ძალიან და იცით რა, ერთი ეხება ტექნიკურ საკითხს, მეორე ეხება ერთი ტიბეტი იმითი, რა ქვია, ხელოვნური ინტელექტით გალამაცებული ტიბეტური მონახი, ტიბეტსკი მონახი გამოდის, ხო, და ის თემა რატო ავირჩი ახლა მე ხელისხანვა რას ნიშნავს?
იმიტომ რომ მე მჯერა რომ ჩვენ კოსმოსის სამყარო გვიგზავნის სიგნალებს ეს მჯერა ხო და ჩვენ კიდევ ბერმა არ ვიცით ეს სიგნალები როგორ მივიღოთ აი ბერმა იცის და ამიტომ მე ჩათვალე საჭიროდ ეს გადამეთარგმნა ეს გადათარგმნე დიდი ხანი წინ ძველ ბინაში რო ვიყავი და ახლა მაქვს მომზადებული თქვენთვის ეს ორივე ისტორია მით და ძალიან მე დავდვა მაგრამ ორივე ესე იგი ორივეს დაჭირდება ორ-ორი ჩაწერა ესეთი 4 ვიდეო გამოდის ხო რატო ვიკავებ თავს ახლა ისეთი ახალი ამბები მოდის ჯერ მინდა ეს ამბები მოგიყვეთ იმიტომ რომ მე ეს ამბავი ძველდება ახლა აჩქარდა ახალი ამბების გადმოცემა ხშირი გზავნილებია და კიდევ რა მინდა გითხრათ ბევრ სხვა კონტაქტორებსაც უგზავნიან იგივე გზავნილებს რასაც უგზავნიან დაუშვათ გოგოებს ისმაილს ხო მაგრამ მე ვერ ვიხებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას თქვენ ის გზავნილები წაგიკითხოთ იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ეს იქნეს მახე და ამ გზავნილებით რამე ავიკიდოთ ხო და თქვენ რომ მე ზოგჯერ იკითხავთ დაცვას მე ამ დაცვას მეც ვკითხულობ ხოლმე იმიტომ რომ რო გრძნობ რაღაცა არეულობას რაღაც ნეგატიურს მაინც დაიცავით თქვენი თავები ეს ლოცვა არ არის და თუნდაც ლოცვა თქვით მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ რომ რელიგიებს ახლა ისეთი ძალა არ გააჩნიათ რელიგიური ეგრეგორები სუსტდება ხო და თქვენ გჭირდებათ კი დაცვა მეტი ძლიერი დაცვა სამყაროს დაცვა თუმცა თქვენი სიტყვებით მიმართეთ თქვენი ლოცვა შეადგინეთ თქვენ სამყარო გისმენთ მოგისმენთ თქვენ ლოცვას მიიღეთ აუცილებლად მიიღებთ სამყარო თქვენ ლოცვას თუმცა 2-3 სიტყვა თქვათ თავარია გულიდან გამოდიოდეს მიიღეთ აუცილებლად მიიღებთ სამყარო თქვენ ლოცვას და თქვენ ნებასაც თქვენ რამე თქვენი ნება რომ თქვათ სივრცეში ის ხო გაგონილია თქვენი ნეგატიურიც გაგონილია თქვენი დადებითიც გაგონილია თქვენ ცოტათი მაინც რომ გაიფიქროთ რამე აგდებულად გაიფიქროთ რამეზე თქვენ რა გონიათ მე არ მომდის ისეთი ასრები რომ თითქოს და არა მე აგდებულად არაფერს არ ვამბობ არაფერს ვიხსენებ მაგრამ რაღაც აზრი შემომდის რომ აი ვითომ არაფერია მაგრამ მე ამ აზრს ვაკუაგდებ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფიქსირდება ცუდი და კარგი ფიქსირდება და მე შეიძლება იმ გაუგებარი აზრის ახმარებით ჩემი სულიერი საქმე გამიფუჩდეს თქვენ ხა ეს ზღაპრად მიგაჩნიათ მაგრამ ეს ზღაპარი არ არის ჩვენ ფიქრებს თავ დაუფიქრდით ჩვენ შეიძლება ჩვენი გზიდან სხვაგან გადავიდეთ ან იმიტომ რომ ვიღაცა დააგშტით არა სამყაროს ხო ესმით ჩვენი ნება ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ ნებას ხო და თქვენ როდესაც რამე უარყოფითი აზრი ან ვინმე დაუშვათ შეუშვა ეს უარყოფითი აზრი და თქვენ ყურადღება არ მიაქცეთ რაღაცით ხართ გართული ხო და მომენტალურად გაიფიქრეთ და ხო თქვით ხო ამ დროს თქვენ რასაც ამბობთ იმას გისრულებთ თქვენ სამყარო ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო და მე არ ვიხლები ხშირად ვიმიორებ ჩემ თავს ხშირად ვამბობ სივრცეში არა მე ასე არ მიფიქრია მე იმას რითქვი ამას რითქვი და ამიტომ მე არ ვამბობ ვარს ჩემ გაზრახვებზე აი ეს განზრახული მაქვს აი ეს მინდა ის მინდა მაგალითად ამ შემთხვევაში გადასვლა ჩემს სხეულთან ერთად მინდა გადასვლა მინდა რომ ჩემი სხეულით გადავიდეს ჩემი სხეული გახდეს სინათლის სხეული და მივიდეს მეხუთე განზომილებამდე მეექვსე განზომილებამდე და სეკვირელია თუ ამისთვის მზად ვარ მე მაგრამ მე კარგი მოდით ახლა გავაგრძელოთ ძალიან და როგორც ამბობდა ისმაილი ყველას არის მისო და მე რას ხედავო ჩემს სეანსებზე რას ხედავო იმას ხედავო რომ ყოველი უცხოპარენტელელი ვართო ჩვენ მომავლიდან და თქვენ ვისთან შედიხარ კონტაქტში ზოგჯერ ეს არიანო ადამიანები ზოგჯერ ეს არიანო არსებები რომლებიც თქვენთან კონტაქტორობენო მაგრამ ეს არიანო თქვენი მომავალი ვერსიები რომლისკენაც თქვენ ისწრაფითო ამიტომ
მათ არ უნდათო თქვენს ცხოვრებაში ჩარევა, თუნდაც თქვენ მოგეჩვენოთო, რომ თქვენ გემართებათო საშინელი რაღაცები, ხო? იცითო რომ ხალხი ხშირად მეკითხებაო, რატომ არ შეგვიძლიათო ჩვენ მეტი დახმარების მიღება? თქვენ უნდა გესმოდეთო, რომ ეს ნიშნავსო თქვენ მომავალ მესთან გაწყვეტეთო ურთიერთობა. თქვენ ხომ გიდათო და ასწავლეთო თქვენი თავი, რომ არ შეხვდეთო ამ საშინელ ადამიანსო, ხო? არა, თქვენ უნდა გაიაროთ ამ საშინელებების ეს საშინელი გზები უბრალოდ. თქვენ უნდა გაიარეთო ეს საშინელი გზები. თქვენ უნდა გადალახოთო ამ საშინელ ადამიანებთან ურთიერთობა. თქვენ ეს უნდა იცხოვროთო, ეს უნდა გაიაროთო. თორემ თქვენ კარგი ურთიერთობები არასდროს არ გექნებათ, იმიტომ რომ ესე იგი თუ თქვენი მომავალი ვერსიები არის სხვადასხვა დროის ხაზებიდან, მით უმეტეს მათ არ უნდათ ამ პროცესში ჩარევა. წამყვანი ეკითხება სარა ისმაილთან საუბარში, ჩვენ ბოლო საუბარში ჩვენ უფრო ვსჯელობდითო ირანში მიმდინარე პროცესებზე და რაც იყო დაკავშირებული ვარსკვლავურ კარიბჭეებთან და უმეტესწილად ირანში მდებარე აბადონის კარიბჭეებთან ნომერ 10 კარიბჭეს უწოდებენ და ისმაილი გვიყვებოდაო ჩვენ რომ პირდაპირ ახლა მიდისო ძალიან შეუმჩნეველი ჩვენთვისო ბრძოლა ამ ვარსკვლავური კარიბჭეებისთვისო და ახლა ხან მოხდა რაღაც და მე მინდოდაო გადამეცაო სიტყვა ისმაილისთვის რომ მან დაწვრილებით მოყვესო პირამიდების რეაქტივაციაზე, რომელზეც ახლა მან თქვენ უხსენეთო და მიდიო ძმაო გაგვარკვიეო სიღრმისეულად ის იმასთან დაკავშირებით რაც შენ ახალხან გაიგეო. პასუხობს ისმაილი. ესე იგიო იქედანო რაც თქვაო სარამ ჩვენ ხედავთო რა არისო ზევით და არისო ქვევით. ჩვენ ცხოვრობთო ჰოლოგრაფიულ სამყაროში. ესე იგი ჩვენ გვაქვსო მიკროსკოპიული პირამიდები, სტრუქტურები ჩვენი სისხლის უჯრედებში და ეს ახალხან იყო აღმოჩენილი. წარმოგიდგენია თურმე ჩვენ სისხლის სტრუქტურებშიც, ჩვენ უჯრედებში არის პირამიდები. ეს ჩემთვისაც ახალი ამბავია. ესე იგი, ყველაფერი ხომ ჰოლოგრამაა? ხომ ასია? ხო. ჩვენ ვართ უჯრედები დიდ ორგანიზმში და ზუსტად მასზე არის ჩვენი პლანეტა. ეს არის უჯრედი დიდ ორგანიზმში და ამ ორგანიზმს ჩვენ ვუწოდებთ გალაქტიკა. ჩვენი გალაქტიკები კი თავის მხრივ არის სამყაროს უჯრედები. ესე იგი, ამ ტრანსფორმაციის ცენტრში, რომელიც ხდება პირდაპირ ამ წუთს და რომელზეც ყვებოდა სარა, და რომელიც ჩაირთება, როდესაც ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენ თავებზე. დაიწყებს თავისი წარსულის განკურნებას, დაიწყებს თავის შიდა ტრანსფორმაციას. სინამდვილეში ის ირეკლავს გარეთა სამყაროს. ის არა მხოლოდ ირეკლავს შიდა სამყაროს, მაგრამ ქმნის ტალღისებურ ეფექტს, რომლის დროს ჩვენ ვართ მოხალისეები და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა. ამიტომ, როდესაც ჩვენ შეგვეკითხეს თუ რატომ არ იღებთ ჩვენ არანაირ დახმარებას, ჩვენ ვუპასუხეთ. გამარჯობა თქვენი, თქვენ აქ ხართ მილიონები. ასე რომ, საკუთარი თავის დამხმარე ჩამოკარგებო თქვენ ხართო, ამბობს ისმაილი. ყველაფერი ეს ქმნისო ტალღისებურ ეფექტს, რომელშიც საბოლოოდ ვრცელდება უпроსტად რომელიცო აი ეს ტალღისებური ეფექტი საბოლოოდ ვრცელდება უფრო მასშტაბურ რეალობაზე, რაც ჯამში მოყავს მთელი გალაქტიკის ამახლება დედამიწის შემდეგ.
ჩვენ ზის სისტემის შემდეგ ადგილობრივი ვარსკვლავური გროვის შემდეგ კი ჩვენი galaktikis შემდეგ და საბოლოო მიზანი არის შექმნა აღმა, ესე იგი აღმავლობა, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, განვლილი სამყარო, რადგან ზუსტად აქეთკენ მიდის ყველაფერი. ყველაფერი იწყება იმიდან, რომ აქ დედამიწაზე, როგორც ისინი ამბობენ, არის კოსმოსური 7 პლანეტა, რომელიც შეიცავს მრავალ ხატებას, სხვადასხვა არსებებს და ენერგიებს მთელი მულტი სამყაროდა. ასე რომ ეს ამ ტრანსფორმაციების საფუძველში დენა რეაქტივაცია იმისა, რასაც მისტიკები უწოდებენ პირამიდების ქსელს. ეს არის ოფშირული სისტემა, დავარქვათ მას ენერგეტიკული სტრუქტურებით, რომლებიც აერთიანებენ მიწას მათი საწყისი პლანეტარულ არქიტექტურასთან. და დედამიწა თავის მხრივ უერთდება უფრო მასშტაბურ უწოდებთ მას არქიტექტურ ვარსკვლავურ სისტემას. ამიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ეს პირამიდები არის არამხოლოდ ჩვენ პლანეტაზე, მაგრამ მთელ ზის სისტემაზე პირამიდები იპოვეს მარსზე, პირამიდები იპოვეს იუპიტერის ზოგ მგზავრებზე, თანამგზავრებზე მაპატიეთ. პირამიდები ნახეს ვენერაზე, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობს და მიზეზი რატომ იწყებენ პირამიდები ახლა გამოღვიძებას დევს იმაში, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმის აღდგენასთან, რაზეც მე ვსაუბრობდი. ერთ-ერთი მიზეზი რის გამო ჩვენ ვაკვირდებით ახო აღმოსავლეთში მრავალ ომებს დენა იმაში, რომ ბევრი ამ ვარსკვლავური კარიბჭეებიდან არის მთელ პლანეტაზე, მაგრამ ზოგი მათგანი ამ, ესე იგი, ზოგი მთავარი ვარსკვლავური კარიბჭეები, რომლებიც იყო დაყრობილი და ივერტირებული ნეგატიური არსებებით, ანუნაკებით, რომლებაც აიღეს კონტროლის ქვეშ ჩვენ პლანეტაზე ყველა საქმეები, ეს იყენებოდნენ ეს ვარსკვლავური კარიბჭეებს, ამ ვარსკვლავურ კარიბჭეებს იყენებდნენ იმისთვის, რომ გადაადგილებინათ აქეთ თავისი ნეგატიური ეგრეთ წოდებული რეგრესიული არსებები, როგორც დრაკონიელები, როგორც და აგრეთვე ხალხი, ანუ დამონებული ხალხის გადაადგილებდნენ დამონებულ ხალხს, რომლებიც იტანჯებოდა დაიხსნის თუ ამ რეგიონში, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ირანს, ლიბანს, ლევანდომს, ისრაელს, სომხეთს და ასე შემდეგ იყო ამდენი ომები. ხო, ალბათ აფხაზეთის ომიც კიდე ეკუთვნის ამ მიზეზს. ამიტომ ეს ძველი კარიბჭეები, რადგან ზუსტად მასეთი არის ეს 12 პირამიდა. ეს 12 თავარი პირამიდა არის იგივე კარიბჭე. სინამდვილეში კი მიმითხრეს, რომ ისინი არიან მთავარი კვანტური მძინარე ქსელის ნაწილი, რომელიც აქტიურობას უკეთებს 1000 პირამიდებს განლაგებულებს ყველგან და ეს პირამიდებია, რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ და ამ პირამიდებიდან უმრავლესობა არის განლაგებული წყლის ქვეშ. ზოგი მათგანი დამალულია ჯუნგლებში, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში. ეს პირამიდები არის აფრიკაში, არის ყველგან, აგრეთვე ამერიკაშიც. ახლა კი ხდება აქტივაცია ამ პირამიდებისა. სინამდვილეში ეს მხოლოდ არის ხილული შედეგი უფრო მასშტაბური კოსმოსური პროცესისა. თუ დაუბრუნდებით გოლოგრაფიულ რეალობის კონცეფციას, ყველაფერი ეს ხდება ტალღური ეფექტის პრინციპით, რომელიც ეხება დედამიწის ევოლუციას და იმას, რასაც უწოდებენ ძველი ტექნოლოგიების დაბრუნებას,
რის შედეგად ჩვენ გავხდებით მოწმეებით თანდათანობით შერწყმისა, მრავალგაზომილებიანი რეალობის ფენებისა და ეს ხსნის თუ ბევრი ხალხი რატომ ეჯახება დრაკონელებს, მაპატიეთ, რატომ ეჯახება ბევრი ხალხი გველეშაპებს, ფერიებს, ელემენტალიებს, თუმცა დრაკონიელებს ზავესა ფარდა, რომელიც ჩვენ რეალობებს ყოფდა ადრე, ჩვენი აქტივაციის გამო პერიმეტალური გლობალური სტრუქტურის მაპატიეთ, რომელსაც უწოდებენ ძველი პერიმეტალურ გლობალურ სტრუქტურას და 12 კარიბჭეს ისევ ქრება ფარდა, რომელიც ყოფდა ჩვენ ფიზიკურ რეალობას და ამას, რაც ახლა მე თქვენ ჩამოგითვალეთ, ეს ფარდა შეთხლდება და მერე გაქრება. და თუ მოკლედ რომ თქვათ, ამ 12 ვარსკვლავური კარიბჭის აღდგენა იყო მიზეზი იმისა, თუ დედამიწის ალიანსმა რატომ ჩხუბობენ დედამიწის ალიანსი და კაბალა ამდენი წელი. რამდენიმე ათასობით წელიც კი ჩხუბობენ. იმიტომ რომ გალაქტიკური ჩანაწერების თანახმად ითვლება, რომ ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს 12 ვარსკვლავურ კარიბჭეს დედამიწაზე, საბოლოო ჯამში მიიღებს წვდომას ახალ ქმნილებებისკენ. აი მე რაც მახსოვსო, ეს იყო პირველადი ენერგეტიკული დელექნები, რომელიც აერთიანებს დედამიწას მაღალი განზომილებების სიხშირეებთან და აგრეთვე პარალელურ ჰარმონიულ გამოვლინებებთან თვით პლანეტისა. აი რა ხდება ახლა, ეს კარიბჭეები, ეს პირამიდები უბრალოდ აქტივირდებიან 12 მთავარი კარიბჭეების აღდგენის შედეგად. და ჩვენ ახვალდგინეთ ხოლო ბოლო ორი ვარსკვლავური კარიბჭეები, რომლებიც ჭირდებათ სინათლის ძალებს იმისთვის, რომ აქტივირება გაუკეთონ პირამიდების გლობალურ ქსელს და ერთ-ერთი მათგანი იმყოფება აფსუში, ეს არ გიგონოთ აფხაზეთი არა, არის ასეთი ერთ-ერთი მათგანი ცენტრალურ აფრიკაში და მას ქვია აფსუ, ადგილს, სადაც ერთ-ერთი პირამიდების მთავარი პირამიდებია განლაგებული. ხო, და მეორე ლევანტში. ამიტომ ისრაელში და ლივანში ბევრი ომი რატომა და ეს არის ის რეგიონი. ჩვენ ახლა იქ ორი კარიბჭე. და როდესაც მეათე კარიბჭეები აღვადგინეთ, ცნობილი როგორც აბადონი ირანში, ახლა 12 კარიბჭეა, 12-ვე აღდგენილი, 12-ვე კარიბჭე იმყოფება ალიანსის კონტროლის ქვეშ და შიდა მიწის აგარტის დელეგატების კონტროლის ქვეშ, აგრეთვე გალაქტიკური ალიანსის კონტროლის ქვეშ. ანუ ამ 12-ვე ვარსკვლავურ კარიბჭეს აკონტროლებენ მიწიერი ალიანსი, შიდა მიწის აგარტის დელეგატები და გალაქტიკური ალიანსის წარმომადგენლები. და ყველაფერი მოხდება ისეთი სისწრაფით, ჩვენ ვიყავით საკვები ნეგატიური არსებებისთვის. გავიდაო ძალიან ბევრი დრო და ერთ-ერთი მიზეზი ამისა შედგება იმაში, რომ ჩვენ შიგნითო ჩვენ გქონდაო ნაპრალები და ხრელები ამ ნეგატიური პროგრამირების გამო, შხამიანი საკვების გამო, საერთოდ შხამების გამო. ახლა რა იგულისხმება აქ? ჩვენ ხო შევდგებით, ჩვენ გვაქვს აურა ყველას. როდესაც წრულ დონეზე ხდება სულ დაბომბვა ჩვენი აურისა, ჩვენი ველისა, რაღაც ადგილებში თხელდება აურა.
მაგალითად, ეფირულ სხეულს აქვს ლურჯი სფერი გარშემო. ხო, რაღაცნა ასე ქსოვილებივით, თმებივით ადენა, თმებივით ასე. და როდესაც სუსტება რომელიმე ფენა წვრილი სხეულისაა, იქ ხვრელი ხდება, საიდანაც წოვენ ჩვენ ენერგიას, ან ჩვენში შემოდის რომელიმე პარაზიტი. პირდაპირ გაგებით. აი მე ჩემ მაგალითს მოგიყვებით. შორს რაზე უნდა წავიდე, მე ვიხჩობოდი, მე სანერვიულო მქონდა ძალიან, გულთან მიმქონდა ყველაფერი ახლოს და იმ პერიოდში ცხოვრობდი დედაჩემთან ფოთში. ვიხჩობოდი. დედაჩემს პრობლემები მქონდა სულ და მე ვნერვიულობდი. და ამ ნერვიულობამ შემდეგ რაღაც კიდე სხვა რაღაც ფაქტორებმა გამოიწვიეს ის, რომ მე დამემართა დიაბეტი, ნერვულობის ნიადაგზე. დამემართა შეტევები. არადა არ შეცდეთ კვანძებს ჩიხზე და ნერვოს არაერთი კავშირი არ აქვს. კი, ვისაც ბევრი კვანძები აქვს, შეიძლება უჭირდეს კისერში. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ნერვოზი, აი რომ იხჩობა ადამიანი და პანიკური შეტევები ემართება, ეს არის პანიკური შეტევები, ნერვოზის სიმპტომები. და ნერვოზის დროს, მე ჩიყო მქონდა გადიდებული, მე 3 კვანძი მაქვს, ერთი კვანძი როგორც გითხარით იყო, ახლა არ ვიცი. ახლა ჯერ ვერ გადავიხებ და მერე შემოდგომაზე გადავიხებ, როცა ეს სოციალური აღდგება და ის მაინც ფასიანია პრინციპში. 50 ლარი გახადეს და თუ სოციალურ ბარათით გადაიხდი, 40 ლარია. ჩიყვის ეხო, ფასიანია. გინდა არ გინდა უნდა გადაიხადო. ექიმი ახლა რომ შემოდგომაზე მივალ ექიმთან, ის მომთხოვს აუცილებლად. იმიტომ რომ ყუნალობა დამინიშნა და შედეგი უნდა ნახოს. ხო და მე ელტეროსთვის ხავდი ერთი პერიოდი. იმათ ცოტა ნორმაში მომიყვანა ციყვი და დახჩობაც მიმიტოვა. მაგრამ, როდესაც მე ჩემ თავს უთხარი, ვიხჩობოდი გეუბნებით, ხო? წყალს დაბანის თავს რო ვიბანდი, ხა ყველა შხაპი არ აქვს. ვედროდან წყალს რო ვისხამდი, აქ კისერზე წყალი თუ მოხდებოდა, მე უკვე სუნთქვა მიჭირდა, ესეთი შეტევა დამემართებოდა. ხო და როდესაც მე ჩემი თავი ავიყვანე ხელში, ესეც როგორ წავაწყდი ძველი ღილაკიანი ტელეფონი მქონდა ნოკიოსი, თუ იცით, ლურჯი ფერის კორპუსით უკან ამ მხარეს. და იქაც ყიდულობდი მე რაღაც გამოზომილად ულიმიტო ინტერნეტი მე არ მქონდა, მაგრამ გამოზომილად ინტერნეტს ყიდულობდი და ვკაჩავდი დავინტერესდი მე სულიერი სხეულებით. პირველად და წავაწყდი ამ წინგს რუსი პროფესორის. იგიც ბოლომდე იმის კოსმეტი არა, ბოდიში ჯერ რიჩარდ მონროს წინგს წავაწყდი, რადგან ჯერ დავინტერესდი შეგნებული გამოსვლებით. ეს რას ნიშნავს? ბევრი გამოდის შეგნებულად ორგანიზმიდან. შეუძლია ეს რაღაც მექანიზმები არსებობს. მე ვერ გავბედე, ერთხელ ვცადე და შემეშინდა. და ვისაც პრობლემები აქვს ხერხემლის, ეს არ უნდა გაბედოს. იმიტომ რომ მე უკან შემოსვლა გაჭირდება. და ისე მოხდა, რომ იქ წავაწყდი, შემდეგ ამ წინგს, ამ მეორე წინგს მონროს შემდეგ წვრილ სხეულებზე და როდესაც მივედი ადმა ნიკურ სხეულამდე, იქ ეწერა რომ ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, ჩვენ რაღაც ამდაგვარი ახლა ზუსტად არ მახსოვს რა ეწერა და ჩემ თავს უთხარი, იქ ზივარისებ აკონსპექტებ ამას და უთხარი ჩემ თავს გულში. ლალი, შენ არაფერი გულთან არ უნდა მიიტანო. მაინც ევროპას ვერ შეცვლ. ამიტომ აიყვანე შენი ხელი თავში და გააკონტროლე შენი ემოციები.
არანაირი სიძულვილი, არანაირი ბოხმა, არანაირი სიბრასე. საერთოდ არ მეაქციო არაფერ ნეგატიურს ყურადღება. მით უმეტეს ისეთ ადამიანებზე არ იღებო და არ ენერვიულო, რომლებსაც შენ არ აინტერესებ. რომლებიც შენ ხარ ვიღაცა. რაც არ უნდა გითხრა, რაც არ უნდა იმოქმედო. აი რას ნიშნავს პროგრამირება? აი ჩემ თავზე გამოვცადებ მაშინ ეს. მე ჩემი თავი დავაპროგრამირე, როგორც მე კი ეს სიტყვები წარმოვთქვი, ინწუთასვე მომეხსნა დახჩობა. სერიოზულად გეუბნებით. სამყაროს წინაშე სერიოზულად გეუბნებით. ოღონდ ორივე მხარეს კი არა. ამის იქეთ თითქოს და ბაწარი მქონდაო შეკრული კისერზე და ამ ბაწრის ერთი ნაწილი აქედან განთავისუფლდა. მე თვითონ დავჭი გაოგნებული შედეგით. სამყაროს წინაშე გეუბნებით სიმართლეს. მამის ხსოვნას ფიცავარ. აი ეს ნახევარი ამ ხარეს მომეხსნა ამოვისუნთქე. ეს დარჩა. ეს ნახევარი ეტყობა მაგრად იყო აქ დაზიანებული. ეს ხარე მაგრად ქონდა წვრილ დონეზე დაზიანებული. რადგან ჯერ წვრილ დონეზე ჩნდება ავადმყოფობა და თუ არ მიაქცე ყურადღება, შენ ემოციები თუ არ გაკონტროლე, მე გადმოდის ფიზიკურ დონეზე. ცოტა ხანი ახლაც ხანდახან სუბუქი შეტევები მემართება და როდესაც სუბუქი შეტევები მემართება, აი აქ გძნობ მოჭერას. დახჩობას იმდენად არა, ცოტათი მოჭერას. აი იმ წერტილში, სადაც გადიდებულია კვანტი. ახლა არ ვიცი თუ ხანდახან, ხო, აი იმ წერტილში. და პანიკური შეტევაც მემართება ხალხო, როგორ არა, ხანდახან თავისით, უცებ ღამით გამომეხვდება და, მაგრამ ეს ყველაფერი ენერგიები რომ მოდის, მაგის შედეგია. ენერგიები ჩვენ თუ რამე პრობლემები გვაქვს ფიზიკურ დონეზე თურმე, ეს ენერგიები ამის გამოწვევას იწვევენ. ამწვავებენ სიტუაციას, რომ ბლოკები გამოიყვანონ. ახლა აი ამ დღეებში ხანდახან ახლა ზოგი შეიძლება თქვა დააწვინოს ენერგიებმა, იმიტომ რომ თუ თქვენ იგრძენით ცუდა თავი, ძალა და გეკარგათ, არ ებრძოლოთ ამ მდგომარეობას, უბრალოდ წამოწექით და დაელოდეთ, არ წამლები დალიოთ, ახლა ძალიან თუ ცუდად არ გახდით. თავისით გავა ყველაფერი. ზოგი ენერგიის მოზღვავებას იზნობს. ამიტომ გეუბნებით ხალხო, მე ჩემ მაგალითზე გიყვებით. რას ნიშნავს, როდესაც შენ ან აპროგრამირებ შენ თავს კარგისკენ, ან ბლოკავ შენ თავს. ხალხო, თქვენი თავის შველელები თქვენ ხართ. თქვენი თავის შველელები თქვენ ხართ, ხალხო. თქვენი თავის ექიმები თქვენ ხართ. თქვენი თავისმეტი თქვენ თავს არავინ დაეხმარება, ხალხო. შეიყვარეთ თქვენი თავი. თქვენი ემოციები. არა, მე ვაკოდები რომ არ ის არ ჩამიქრეს. სცადეთ. გამოგივათ აუცილებლად. თქვენ ოღონდ მოისურვეთ. თქვენ სამყაროს ესმის თქვენი, თქვენ რაზე ფიქრობთ. და ვინმეს მიმართაც ყევლა რომ გააგზავნოთ ან ცუდი, სურვილი, ეგიც ჩანს. და მერწმუნეთ, ის ცუდი სურვილი თქვენ მოგიბრუნდებათ უკან. არც კი დაელოდებათ თქვენ გარდაცვალებას და შემდეგ ცხოვრებაში სადღაც დაბადებას. აქვე ბუმერანგი მოგიბრუნდებათ. ვინ ცუდად ფიქრობთ ვინმესე. არა, მე არ ვამბობ რომ
უნდა უთვინოთ. მით უმეტეს თუ ადამიანი ტოქსიკურია, ამ ადამიანს საერთოდ უნდა არიდოთ თავი, რომ თქვენ არ მოგიშალოთ ნერვები. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ხო. და ამბობს ის მელპერესი, მოდითო აღვითქვათო პოზიტიური და ნეგატიური აზრები. ჩვენ ახალ სწავლობთო თუ როგორ უნდა დავაყენოთო უფრო მკვეთრი საზღვრები. როდესაც ხალხი შედის კოლექტიური სწავლის პროცესში, სადაც ისინი სწავლობენ მტკიცე საზღვრების დაყენებას, თავიანთ შიგნით, საკუთარ მეშიგნით და აცნობიერებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენი ინდივიდუალურობა, ჩვენი თავი, ხო? სიყვარული. როდესაც თქვენ გაქვთო სრული სიყვარული თქვენი საკუთარი თავის მიმართ, თქვენ სინამდვილეში და თქვენ სინამდვილეში გაქვთ ეს საზღვრები თქვენ შიგნით, თქვენ პიროვნების შიგნით, თქვენ ვერ იქნებით უკვე საკვები ნეგატიური ენერგიისთვის და ეს ხდება კოლექტიურ მასშტაბში, რადგან ჩვენ ბევრი ვართ. ჩვენ დაბრუნდით ატლანტიდის დროიდან, ბევრი ძველი კულტურების დროიდან, დაბრუნდით აქ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ სუვერენიტეტი და მეტი არ ვიყოთ საკვებად, სხვების საკვებად და პირამიდები ეს არის სტრუქტურები ჩვენში. ისინიც იღვიძებენ. ის მერე ამბობს, რომ ჩვენ ვართო გამარჯვებულების პროდუქტი. ჩვენ აგრეთ ვართო ჩვენი საქმის პროფესიონალები და ჩვენ გვაქვს ისეთი დნმ-ი, უარყოფითი დნმ-ი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი დნმ-ი, ბერცავს უარყოფითი დნმ-ი. რეზუს ფაქტორი. სისხლი იგივე დნმ-ია და ჩვენო რო გვაქვს ესეთი უარყოფითი დნმ-ი, არავის არ აქვსო. ჩვენ აქ იმისთვის ვართო, რომ ჩვენ ორგანიზმი ვიმუშაოთო. ჩვენი დნმ-ი და ჩვენი შიდა წონასწორობა აღდგენილია, იმიტომ რომ ჩვენ ნაწილობრივ ვართ რეპტილიები. ყველა ვართ ასეთები. ჩვენში ყველაში არის ნეგატიური ასპექტი. და თუ შევიყვარებთო ჩვენ თავს, ჩვენ ვისწავლითო სიცოცხლეს. ისმაილ ამბობს, რომ არისო დროის მმართველები, დროის ბრძანებლები და ეს ისინი არიან, რომლებიცო ვიცო თვალყურს ადენესო ჩვენ რეალურ ორიგინალურ დროის ხაზს და არიან ისინი, რომლებსაც თქვენ უწოდებთ მშენებლებს ან დაფუძნებლებს და დაფუძნებლები ეწოდებათო მათ, ვინც ქმნისო სამყაროს. ქმნისო გარე კონტურებს, სამყაროს გარე კონტურებს, იმისთვის რომ მაღალ განვითარებულმა არსებებმა შეძლონ თავისათი პროგრამების გააქტიურება. არიან კიდე თამაშების ინჟინრები და ეს არსებები თვალყურს ადევნებენ იმას, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ სამყაროს სათამაშო პოლარობას, ანუ ამ თამაშს, რაც ხდება სამყაროში, ეს ყველაფერი თამაშია. პოლარობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი თამაშები და ეს თამაშია გავრცელებული კოსმოსში ძალიან ძლიერ. პირველადი საწყისი შევქმნელი ან საწყისი წყარო ესე იგი აძლევს ნებას, იარსებოს დუალობამ და პოლარობამ იმისთვის, რომ გამოიკვლიოს თავისი საკუთარი თავი ჩვენი მეშვეობით. ჩვენ ვართ იმ წყაროს ფრაგმენტები
და ესე იგი გამოდის რა სათამაშო, ესე იგი თამაშების ინჟინრები ესენი არიან ისინი, რომლებიც პროგრამას ადევნებენ თვალს, არიან კიდევ სიცოცხლის მტარებლები და ეს სიცოცხლის მტარებლები არის არსებების ჯგუფი, რომლებიც პასუხს აგებენ სიცოცხლის ჩანერგვაზე ყოველ პრიმიტიულ სამყაროში. როგორც კი პლანეტა გამოდგება სიცოცხლის ვარგისიანი, ადრიან ეტაპებზე, როდესაც ოკეანეები ძალიან გათბება, ამ ოკეანებში ინერგება ბაქტერიები იმისთვის, რომ დაიბადოს წყალქვეშა სიცოცხლე, შემდეგ ამრავლებენ ამფიბიებს, ანუ რასაც ჩვენ უწოდებთ ცხოველურ სამყაროს, მაგრამ ყველა ეს წარმომადგენელი არის კოსმოსური გონების ერთი ასე ვთქვათ ერთ ჯგუფს ეკუთვნიან კოსმოსურ სამყაროს. დიახ, ეს ძველმა რასამ ააშენა პირამიდები მთელ ჩვენ მზის სისტემაში და სავარაუდოდ ამ ძველმა რასამ ააშენა პირამიდები მთელი კოსმოსური სამყაროს მასშტაბით ყველგან. ეს არის ერთიგივე რასა, რომლებიც აშენებდნენ დედა პირამიდეს galaktika ირმის ნახტომის მასშტაბით და მათ ეწოდებათ სახელწოდება პატალი, ანუ ქართულად პატალები, რუსულად პატალი, ორივე იწერება მგონი. პატალები არიან მშენებლების ახალი რასა, ზოგიერთი მათ უწოდებთ ბრუნელესკებს. კიდევ გავიმეორებ, ბრუნელესკებს. ამ არსებებს დაავალეს შესაძლებელი ქსელების შექმნა, რომლითაც ყველა ერთმანეთს უერთდება. გამოდის, რომ ეს გიგანტური პირამიდები არახოლოდ აკუმულატორები არიან, რომლებიც ძალიან ბევრ კოსმოსურ ენერგიას აგროვებენ, მაგრამ პირამიდები არიან კვანტური წერტილები, რომლებიც არიან კოსმოსური ქსელის ნაწილები და რომლიც აერთიანებს ჩვენ პლანეტას სხვა პლანეტებს და ისინი კი თავის მხრივ სხვა სისტემებთან, galaktikebtan და სამყაროებთან. ყოველი პირამიდა არის კარიბჭე რომელიღაც galaktikურ სამყაროში და ამ პირამიდების მეშვეობით შეიძლება დიდი მანძილები გადალახო ერთი galaktikიდან მეორეში, თუნდაც ერთი სამყაროდან მეორეში. ამ პირამიდებს აქვთ მრავალი ფუნქცია და სარა ამბობს, სხვათა შორის მეც მახსოვს, სკოლაში ვიყავი და ჩვენ მასწავლებელმა გვითხრა, რომ ნელსონ მანდელა მოკლესო. რაღაც ასე მახსოვდა, სარა ამბობს, რომ სარა ბლექსმანი, მე მახსოვდაო, რომ ის ხაზი მახსოვდაო, სადაც ნელსონ მანდელა მოკლესო და ჩემი კლიენტებიო, რომლებიც მე შემყავდაო გიპნოში, ბევრი კლიენტები იგივეს ამბობსო, რომ ნელსონ მანდელა მოკლესო. და ის ხაზი, სადაც ნელსონ მანდელა მოკლესო, რომ არ გაეუქმებიათო, ჩვენ ახლა რო ვართო, ამ დროის ხაზზე არ ვიქნებოდითო. ანუ ჩვენ ისე დროის ხაზზე გადაგვიყვანეს, სადაც ნელსონ მანდელა ციხეში კი არ მოკვდარა, ნელსონ მანდელა თავისი სიკვდილით მოკვდა. მაგრამ მე რამაც გამაოცაო, ამბობს სარა ბლექსმანი, მე არ მახსოვსო თუ როგორ გადავაადგილდიო ამ დროის ხაზზე, სადაც ნელსონ მანდელა არ მოკვდარაო. არ მახსოვსო. თითქოს დრო ჩერდებაო იმისთვის, რომ ამ დროს კორექტირება გაუკეთოო და შემდეგ აგრძელებსო თავის მოძრაობას, დინებას. არისო ბევრი ისეთი რამ, რისი
აღთქმა ძალიან ჭირსო, მისი გაცნობიერება ძალიან რთულიაო. და სარა ბრექსმანი ამბობს, რომ მეუბნებიანო, მითხრესო, რომ ჩვენ ვართო მომავლიდან და ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდაო. ხო, და მე კიდევ კითხვა დაუსვა წამყვანმა, მე მაინტერესებსო თქვენო რაც მოყვებითო დროის ხაზებზე და მანდელას ეფექტზე. მოხდაო თუ არა რაღაც მოვლენები, შედეგები, რის გამოც გაუქმდაო ეს მანდელას ეფექტი მისი ნეგატიური შედეგების გამო. ხო, და ცნობიერება ჩვენ სარაპასუხო ცნობიერება ჩვენი ისე შედგენილი, რომ უნდაო ესე იგი დაეწიოსო მოვლენებს და ეს რაღაც პროცესები, რაღაც მოვლენები მოხდაო ჩარევით, მაგრამ ეს ჩარევა ვერავითარ შეამჩნიაო. ანუ ჩაერიენო დროის ხაზს კორექტირება გაუკეთესო, რაღაც სხვა დროის ხაზი გადავიყვანესო, მაგრამ ესო ვერ შენიშნაო ბევრმა. ჩვენო ბევრსო გვითხრესო, რომ ჩარევა მოხდაო და ჩვენო არ ჩქარდითო. მეც მოგიღებით თქვენ მანდელას ეფექტზე, როცა მანდელას ეფექტი აქა მანდელას ეფექტის შედეგებიც იქნება, საუბარი უბრალოდ მანდელას ეფექტის შედეგებზე და მე თქვენზე გონი რამდენჯერმე მაქვს მონაყოლი თუ როდესაც ბინა ვიქირავე, ძველი ბინა იქ მეზობელი ღმური იყო, გრძელი თმებით, ასეთი თმებით, ასეთი გრძელი თმებით, ნაცრისფერ შეღებილი თმებით. და უცებ აღმოჩნდა მოკლე შეჭრილი თმები და თმები შეიჭერით მეთქი და არა, მე სულ ასეთი მოკლე ვარცხნილობას ვატარებო, მე თმები არ მიყვარსო. აი, ესეთი ეფექტი მანდელას ეტყობა იმ მომენტში დროის ხაზის შეცვალის. და თურმე ჩარევა მოუხდენია იმ სამ ატლას ჩვენ დროის ხაზში, რომელიც ჩვენ გამოგიგზავნეს მომავლიდან. და ამის გაცნობიერება არაო მნიშვნელოვანი, ჩვენო ამას ცხოვრობთო, გავდივართო ამ ცხოვრებას, ამ შეცვლილ ხაზს. წამყვანი მიმართავს ისმაელს. შენ რა სიტყვია ისმაელ? კიო, იყო რამდენიმე ნეგატიური ხაზი, დროის ხაზი, რაღაც საბოლოო შედეგებითო და ერთ-ერთი ხაზი არის დაკავშირებული ცერნთან, იმ ანდროიდულ კოლაიდერთან. ცერნს უნდა შეექმნაო ისო, რაც ცნობილიაო, როგორც ანტიმატერია. არ ვიცი თქვენ ცნობილი ხართ თუ არაო ანტიმატერიის ფიზიკასო და მათ რამდენჯერმე გაუმართლათო და შექმნესო ამ ანტიმატერიის რაღაც მეოთხედი, რომელიც სრულად განადგურებდაო ჩვენ პლანეტას, ჩვენ მზის სისტემას, ჩვენ მზეს და კლასტერს ჩვენს და ყველაფერს შეთანხმდაო შავი ხრელი. და ჩვენ მოგვიწია ყველაფრის თავიდან გაკეთება. მაგრამ მადლობაო ღმერთო, ამბობს ისმაელ პერესი, რომ ეს არ მოხდარაო. ხო, 23 თუ 24 რიცხვში ამ თვისა ცერნი ოფიციალურად იხურებაო, მაგრამ ცერნი უკვე დახურულია. ეს იმის შედეგიაო, რომ გალაქტიკურმა ფედერაციამ, შიდა მიწის დელეგატებმა და მიწიერმა ალიანსმა ჩამოართვა კაბალას, ეს გაეკეთებია, შეუშალა ხელი კაბალას. ახლა კი მე ვისაუბრებო იმ დროის ხაზზე, რომელზეც მე ვიცოდიო, ეს დროის ხაზი იყო დაკავშირებული 2012 წელთან. გაიხსენეთო, როგორ უყურებდითო ჩვენ გოლივუდის გადაღებულ ფილმებს 2012 წელთან დაკავშირებით. მე ვიყავი 14 წლის. მე არ მინდოდაო ამ კინოსანახავად წასვლა, დედაჩემს ეწინააღმდეგებოდიო. არისო ასეთი მოვლენა, როგორც ფიზიკური გადაადგილება პოლუსებისა, რომელიც არისო ნაწილი
ეგრეთ წოდებული დედამიწის ქერქის გადაადგილების პროცესისა ნაწილისა და მე ფიქრობ, რომ როდესაც პოლუსები ენაცვლებიან ერთმანეთს, მიზეზი არის, რომ ამ მიწის ქერქის გადაადგილებაო. რის შედეგად ერთი ნაწილი კონტინენტებისა ზევით ამოდის, მეორე ნაწილი კონტინენტებისა წყალში ჩადის. და ამ პროცესს ეს პროცესები იწვევენ მასშტაბურ მიწისძვრებს და მასშტაბურ ცუნამებს. ეს რომ მოხდარიყო, იქნებოდა კატასტროფა. და მე მითხრეს, რომ 2012 წელს ჩვენ ფაქტიურად გადავაადგილდითო დროში იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდარიყო და ჩვენო გავაკეთეთო შემდეგი. და იმ ბიჭმა, რომელმაც ეს ფილმი გადაიღო კატაკლიზმაზე, აპოკალიფსისზე, ამ თავისი იყო 100%-ად იყო ბნელი ძალების ხარეს და ამ ფილმითო ამბის უნდოდაო, ამ ვინც გადაიღო კინო ამ რეჟისორს უნდოდაო დაეპროგრამირებიაო ხალხი, რომ აი ჩვენ ეს გველოდება. მეც იეhovას მოწვევი ქადაგებდნენ. ზუსტად თარიღს 2012 წელს მოხდებაო არმაგედონი. და ვინ მართავდა ამ რელიგიას საერთოდ მართავდნენ ბნელი ძალები და იეhovას მოწვევის პირით გაავრცელეს, რომ 2012 წელს მოხდება არმაგედონი, მაგრამ სიამოვნებაში მართლა უნდა მოხდარიყო არმაგედონი, მაგრამ არმაგედონი არ მოხდა, რადგან ჩვენ გადავაადგილდით, უბრალოდ გადაგვადგილეს სხვა დროის ხაზზე და არმაგედონი არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთო ეს დროის ხაზი, რომელშიც უნდა მოხდარიყო კატაკლიზმები და წამყვანი ეკითხება ისმაელს, თქვენო კონტროლიორებზე რა იცითო? ისრაელი პასუხობს, რომ ისინი 1000 წლების განმავლობაში იყენებდნენ საკრაულ ტექნოლოგიებს და მაგათმა გაიგესო, რომ დგებაო ახალი ეპოქა, რა დროსაც ხდებაო კატაკლიზმები. ხო, სარა ამბობს. მე გამიგონია, რომ ბევრ შემთხვევებში კატაკლიზმები არ ხდებაო. ჩვენ ვიყოფებითო სარა ამბობს დროის მაღალ შკალაზე და კოლექტივს არაფერი დაემართებაო ამდაგვარი. კი ხდებაო, რომ ზოგჯერ ციკლიურად რაღაც კატაკლიზმები უნდა მოხდესო, მაგრამ ჩვენ გავდივართ ამ ციკლიურ პერიოდს. ხდებაო მასშტაბური დანგრევები და ეს ხალხიო ელიტის ხალხი. ისინიც კი ვინც ისო გოლივუდში და დაკავშირებული არიანო მაგალითად იციანო ამ ინფორმაციის შესახებ, მაგათ აქვინო მიწისქვეშა ბუნკერების მაგვარი, სადაც მათ გონიათ, რომ ამ კატაკლიზმებს გადაიტანენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ ძალიან ცოტა დრო აქვინო დარჩენილი, მათ ჩაბარვა მოუწევსო, რადგან მათ შეეძლო კი ინფორმაციის გახსნა განსაცვლელ უცხოპლანეტელებთან მოლაპარაკების შემდეგ, რომლებიც რაღაც კონტრაქტებს ადგენდნენ მათთან, მაგრამ და ტექნოლოგიებს აძლევდნენ რაღაცის სანაცვლოდ, რაშიც იყენებენ ადამიანებს. და ბევრ ამ ჯგუფებს ესმით, რომ თუ ისინი ცოტა არ მოწამლავენ ხალხს, მოსახლეობას, არ დაასუსტებენ, არ წაართმევენ თავის თავში რწმენას, უпростоრად თუ ამ ზოგიერთ ჯგუფს ესმისო, რომ თუ ისინი ცოტა მოწამლავენ მოსახლეობას, დაასუსტებენ მოსახლეობას, საკუთარ თავში იმედს დაუკარგავენ, ხალხი გახდება მათი საკვები და ყველაფერს გააკეთებენ, რაც უნდათ ჩვენგან, თუნდაც შოკოლადის დესერტ შოკოლადის ტორტისაგან. ესენი არიან რეგრესიული სახეობა, ისინი მოცდნენ წყაროს, ამიტომ მათ უწევთ პარატიზირება იმათზე, ვინ ჯერ კიდევ შეერთებულია, დაკავშირებულია წყაროსთან, იმისთვის, რომ მათი ენერგიებით იკვებოს
და თავისი სიცოცხლე შეინარჩუნოს. ჩვენ რაღაც ასრში მათ ვართმევთ ამ კვების წყაროს და როდესაც ისინი ვერ იკვებებიან, გაქრებიან, გადაჯიშდებიან. ისმაილ პერესი ამატებს, რომ აი ავიღო თუ ატლანტიდა. კატაკლიზმის დროს უпроსორად ხდება ისე, რომ კატაკლიზმის მაგივრად ნადგურდებიან ურწმუნოები, როგორც ბუზები, როგორც სარეველა მცენარეები. თუ მაგალითად ერთი პარტია ადამიანებისა ვიბრირებს იმ სიხშირეზე, რომლებიც შეესაბამება ბუნებას და სხვა სიცოცხლის ფორმებს, მათ საკუთარ ბუნებას, ისინი გადადიან ადამიანური ევოლუციის შემდეგ ეტაპზე. მასე იყო ყოველთვის და არა აქვს მნიშვნელობა ელიტამ აშენაო ბუნკერები მიწისქვეშ თუ არაო, როდესაც მოხდება ეს მოვლენა, რომელიც იწვევს ენერგეტიკულ ძლიერ ასე ვთქვათ ნაკადებს, ეს იქნებაო მზის დაცემინება. ეს მოვლენა რომ მოხდება, ეს მოვლენა შეეხება დედამიწის ყველა ფენებს, ასე რომ ისინი თავიანთ ბუნკერებში ვერ ჩაიმალებიან, ვერ გადარჩებიან, მათ ძალიან ცოტა დრო აქვთ, ამბობს არა. აი ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დავიბენი ახალმე. სარა ამბობს, რომ ისინიო ეს ბნელი ძალები ყველაფერს აკეთებენო იმისთვის, რომ გეოინჟინერიის დახმარებით ჩააბნელონ მზე და ჩვენ მოგწამლონ ქიმიოტრასების მეშვეობით. მათ ყოველთვის ჰქონდათ წლობა საიდუმლო ცოდნებთან, მაგრამ მათი დრო ამოიწურა და მაგათმა იციან, რომ ჩვენ გავემართვეთ. ისმაილი ამბობს, რომ თქვენ აღმოჩნდებითო მიწიერი ფენის რეალობებში 12 განზომილებაში ჩვენ როდესაც გავავთო მეხუთე განზომილების მიღმა, მეხუთე განზომილების მაღლა ვინც იქნება, ისევ აღმოჩნდებიან დედამიწაზე იმ რეალობებში, რომლებიც იმყოფებიან მეხუთე განზომილების მიღმა და აქვთ წომა ყველა დონეებთან. როდესაც ხალხი იყურებაო წინ მომავალში, ისინი ხედავენ, რომ ჩვენ მუშაობთ უცხო პლანეტელებთან. წამყვანი ეკითხება მაგათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ წმინდა დროის ხაზზე, სად მიგვიყვანსო ეს დროის ხაზი? რადგან თუ ეს დროის ხაზები ესე იგი ერთმანეთთან ასე ვთქვათ შერევაო, ერთმანეთს შერევაო, მაშინ რისთვის არსებობსო წმინდა დროის ხაზი? და საერთოდ რა ხტისო წმინდათ ამ დროის ხაზს? ეს იყო ორიგინალი, ამბობს ისმაილ პერესი. პირველადი ესე იგი განზრახვა შედგებოდა იმაში, რომ ჩვენ გახტარიყავითო მრავალ განზომილებიანი არსებები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ფიზიკურ, ისე არაფიზიკურ დონეებზე ერთდროულად და აქვენო წვდომა ყველა ვერსიებთან, ყველა ასპექტებთან ჩვენი არსებისა, რომლებიც გადიანო ადამიანური სხეულის ფარგლებს მიღმა და აგრეთვე აქვენო კოსმოსური მე. წმინდა დროის სკალა არის უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც საუბარი მისო ორგანულ სიცოცხლის ფორმაზე. ეს დროის ხაზი, სადაც ტრანსგუმანიზმი არ არსებობს,
ეს არის დროის ხაზი, სადაც ყველა სახეობები დაკავშირებული არიან სიმბიოტიური კავშირებით და ამდაგვარად საქმე შედგება ყველა ცოცხალ არსებებთან, რომლებიც არიან ორგანული. ამიტომ ისინი უწოდებენ ამ ხაზს წმინდა დროის ხაზს. აგრეთვე ისინი ამას უწოდებენ ამ დროის ხაზს ორგანულ დროის შკალას. და ამიტომ აქ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ და ამით მე ვამთავრებ ამ ვიდეოს. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.